წინ დღე ყველას, ვინ ფიქრობს წინ თქვენზე ესეთი თემა განვიხილოთ. მე ავხწერ ამ ადამიანების ფსიქოტიპს და თავად გააკეთეთ დასკვნები. შეგახსენებთ, ეს არ არის პირადი გაშლა, კონკრეტულად თქვენზე მორგებული. ამიტომ მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. ორ ადამიანს გამოყოფთი აქედან. ერთი უფრო მნიშვნელოვანი, მეორე შედარებით ზედაპირულად გიცნობთ. ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ვუწოდე, შესანიშნავად იცნობს თქვენს ყველათვისებას, კარგსაც და ცუდსაც. ზუსტად ეს არის, რომელიც განსაკუთრებით ფიქრობს თქვენზე, როცა მარტო რჩება თავის თავთან. სხვათა შორის არ ვიცი რა სჭირს, მაგრამ თითქოს ორმოში ჩავარდა და ვეღარ ამოდის იქიდან. გაჭედილია ყველა მხრივ. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. წარმოდგენა არ აქვს, როგორ განაგრძოს ცხოვრება და მათ შორის განსაკუთრებით ურთიერთობა. ამ მხრივ სერიოზულ ჩიხშია შესული. არ იცის რა გითხრათ, ან რა გააკეთოს. ყველა გზა მოჭრილი აქვს თავისივე სიტყვებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს წინაშე დაუშვა. რაღაც სინანულის გზნობა ტანჯავს. გაიძულათ, რომ მასზე უარი გეთქვათ, ან მინიმუმ თავდაცვაში მაინც გადასულიყავით. რატომღაც ეგონა, რომ დევნას დაუწყებდით ხვეწნას მუდარას, მაგრამ შეცდა, ამ მხრივ ნამდვილად ვერ ამოიცნო თქვენი არაპროგნოზირებადი ხასიათი. დიდ პატივს გცემთ. თქვენს მიმართ გრძნობებიც აქვს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ორმოშია დამხრუჭებული აქვს აშკარად. წინ ვერ მიდის. გაცნობიერებაც მკვეთრია, მან ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა. მან იმ ჯამში ჩააფურთხა, რომლიდანაც იკვებებოდა და მან ის საყრდენი გამოიცალა, რომელზეც თქვენი მეშვეობით იდგა. ნუ გაბრაზდებით მასზე, თუ წყენები გაქვთ, უბრალოდ გაანულეთ, რადგან რეალურად ძალიან გულწრფელი ემოციები აქვს თქვენს მიმართ. უბრალოდ სისუსტეებშია გახვეული. არაუშავს, გამოანათებს ისევ, იმიტომ რომ ახლა არის ჩამქრალი. და ტყუილად არ ვთქვი, რომ ორმოშია. თავარი მესიჯი არის ის, რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მისთვის. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 16 73 53 Facebook-ზე ქართული შრიფტით და როს პასუხები.